ახლა დარწმუნებული ვარ თედო აბჟანდაძე დაახლოებით 22-23 მეტრიდან შეასრულებს დარტყმას. პოზიცია გასატანი არის და არის პირველი სამი ქულა დაწინაურდა საქართველოს მეხუთე ლაძის გატანილი ჯარიმის შემდეგ. ხუთლის დარტყმა და ლიც ზუსტია და მერვე წუთზე თანა და შევეცდებით მაქსიმალურად დავჩეჩქოთ, გავიტანოთ შემდეგ ბურთი ხაზზე აბჟანდაძე, ნინიაშვილი აბარასიზას და არა პასმა არ ვარდა ძალიან ცუდი გადაცემა იყო და მიარტყეს იაპონელებმა ბურთს ფეხი და მოდიან ეხა კონჩეტევაზე 13 ნომერი ისო ფეხით თამაშობს სუდად უნდა აუხდეს ბურთი სამწუხაროდ კონჩეტევაზე მაშინ როდესაც იქით უნდა მეთამაშა ლელოს გატანაზე ერთი პატარა ლი ნახოთ რამდენად გამოუვა დარტყმული ზუსტი ანგარიში ხდება 13 10-ქულიანი უპირატესობით. შარიქაძე ვიხიდეთ უკვე ჩვენს ეკრანებზე და ამასობაში თედო აბჟანდაძე ემზადება ჯარიმის გასატანად და მონაგარის 3 ქულით გასაზრდელად. მისი დარტყმა ზუსტია და ანგარიში ხდება რთულ პოზიცია და წესით იქნება გასატან პოზიციად. იმედი მაქვს რომ ამ შემთხვევაში ასე არ მოხდება. ნახოთ ლის დარტყმა სამწუხაროდ გავიდა ეხა ჯარიმას შეეცდება მორიგის 3 ქულის აღებას. კი წერტილი საკმაოდ ხელსაყრელია და შანსი იაპონელებს 19 ქულამდე გაზარდონ. თავიანთი მონაგარი ასეც ხდება ანგარიში 12 მოწინავეში ადგეს აბჟანდაძე ემზადება მორიგის 3 ქულის ასაღებად. დარტყმა ზუსტია და ანგარიში ხდება არ ღვევენ იაპონელები ჩემი აზრით თამაშის წესებს, თუმცა ჯერჯერობით არ აძლევს უპირატესობას. გამოვიდა ხაზზე კახოიძე შეაჩერეს თუმცა აბონახოთ ორნი ვართ. არა მოასწრეს იაპონელებმა ხაზის მოწყობა გელა და შეუდია და არის ლელო მემეტაბლაზე გაბუცაძე 15 მეტრიანშია უკვე ძალიან ახლოს ვართ მეტოქის ლელოს მოედანთან იქვე მიცალება გელა შევიდა თავად რაკში ბურთი ჩვენს ხარეს არის იგი ჩვენია ბურთი და ეხა მორკინალები შეუტევენ მორკინალების მიცალება იქნება აბა ვნახოთ როგორ დაგვხდებიან არის ერთი დარტყმა ჩანს ბურთი აუცილებლად დავდებთ აქ ლელოს აუცილებლად მოკლეაო დაუძახავ საჯვა კიდევ ერთი უნდა კიდევ ერთი და გატყდებიან ნინიაშვილი მარჯვნივ გაიშალა ბურთი კიდევ ერთი ხოიძე რომელმაც გაიტანა საქართველოს უმნიშვნელოვანესი ლელო მატჩის 77 წუთზე ფურეთის რო ამ კონკრეტულ შეხვედრაში ჩვენ დაგჩერნოდა გამარჯვება ხო იმედი გვაქვს რომ სეანქსინლი ვერ იქნება ზუსტი ხო თუმცა როგორც ჩანს და დავთავდა შეხვედრა იაპონელთა გამარჯვებით ანგარიშით 25-23. ამ შემთხვევაში იაპონიამ ზუსტად იმ ანგარიშით მოგვიგო, რომლითაც 1 წლის წინ ჩვენ მათ ვაჯობეთ იაპონიაში და იაპონელები იმარჯვებენ დღეს 25-23-ს.